ნუ ორმაგი სტანდარტი გამოიჩინა სალომე ზურაბიშვილმა. არა, მე ამას არ ვიცოდი. რატომ გეკითხებით, ლევან? აი ევროპიდან დაახლოებით 6 რეზოლუცია არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, კი არა, ზურაბიშვილს პრინციპში პირდაპირ რომ შეეწყალებინა. ამ ეს რეზოლუციები თავად არ შეასრულა და სხვა ნაწილში საქართველოს ხელისუფლებას თხოვს, რომ შეასრულოთ ეს რეზოლუციაო და არ არის აქორმაგი სტანდარტი მისი მხრიდან. მე უფრო სხვა ტიპის პოლიტიკოსი ვარ, შეგიძლია სხვა მოიწვიოთ თქვენ. მე ადამიანებთან აქცენტს ვაკეთებ თქვა ურთიერთობაში, მით უმეტეს ასე მძიმე პირობებში, როცა ავტოკრატიასთან საერთო ძალისხმევა გჭირდება, არა იმაზე, რაც მამსხვავებს სალომე ზურაბიშვილთან და მყოფს ვინმესთან, არამედ რაც მაერთიანებს და ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილთან მე მაერთიანებს ის, რომ მასაც უნდა რომ საქართველოს გახდეს ევროპის ნაწილი, იყოს უსაფრთხო ქვეყანა, ძლიერი ქვეყანა, მე ამის მწამს, რომ არ შეიძლება ქართველი, ვინც პატრიოტობაზე და ქართველობაზე აქვს პრეტენზია, სხვანაირად ფიქრობდეს და მე აქედან გამომდინარე არ ვაპირებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ორმაგი სტანდარტი გუშინ ის თქვა, დღეს ეს თქვა. ანუ თქვენ განსხვავებული პოზიცია გაქვთ ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან განსხვავებით, ხო პირდაპირ თქვა. კი ბატონო, მე კი არ მაქვს განსხვავებული პოზიცია, ეს არის რეალობა, რომ თუ არჩევნები არ ჩატარებულა შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არავის არ შეუწყვეტია. გასაგებია და ასევე მინდა კითხოთ აი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, პრინციპში ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ცნობილია რომ ისინი არ აპირებენ, თქვენ მაინც სხვა პარტიიდან გადახვედით აი ამ კოალიციაში თუ რა ქვია, ამ პლატფორმაში, თქვენ სტრატეგია აღმაშენებელი რას აპირებთ? პარტიის საკითხია დღეს მაგიდასთან ჩვენ თვლით ჩვენ ნაწილს ამ ხალხის ნაწილად, ვინც აპროტესტებს, ვინც საქართველოსთვის უკეთესი უნდა, ევროპული მომავალი უნდა, ამ ხალხის ნაწილად თვლით, შესაბამისად, ვიდრე არ არის შესრულებული სამი მთავარი პირობა, რომელიც ითვალისწინებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ტყვეების გათავისუფლებას და ვინც იძალა და ხალხი ამ ხალხის დაჯას, ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ მანამდე სხვა არჩევნებს.